ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვაკე საბურთალოს სამმართველოს უფროს შვილზე ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ავთო დავითაძის მტკიცებით, ახალგაზრდას რამდენიმე პირი პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდა, სადაც ის მეგობრის სანახავად მივიდა. ემზვანელობას და პირადად მინით თხოვა, რომ მოიკითხოს ვაკე საბურთალოს სამმართველოში რა მდგომარეობა და რატომ ჩაიდინა ასეთი უხეში დანაშაული ხელმძღვანელმა პირმა და რისთვის გალახეთ ჩემი შვილი. რისთვის ცემა? რატომ უბიძგებს ჩემ შვილს ხაზს უსვამ შეგნებულად, რომ ჩაიდინოს დანაშაული. დავითაძეს სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბლექვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ახალგაზრდას როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი დეტალური დათვალიერება ჩაუტარდა. პაციენტის მდგომარეობა შეფასდა როგორც დამაკმაყოფილებელი, ცემის კვალი როგორც ჩვენი კვლევებიდან დადგინდა პრაქტიკულად არ აღინიშნება, მუცლის წინა კედელზე არის მხოლოდ მცირე ზომის ექსკორიაცია. რაც შეეხება თავის ტვინს, არის აბსოლუტურად ყოველგვარი მწვავე დაზიანებების გარეშე და ასევე მუცლისღუს ორგანოების და ფილტვებით. სიცოცხლისთვის არასაშიშ მდგომარეობაში ის გაწერილი იქნა ბინაზე. სპეციალური მიმართვა გააგრძელა ეროვნულმა ფორუმმა. ფაქტი არის მაჩვენებელი იმისა, რომ თლად კარგად არ არის ყველაფერი შინაგან საქმეთა სამინისტროში და ვეთანხმები ამავე დროს შინაგან საქმეთა მინისტრომ ბალასტისგან უნდა განთავისუფლდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სწორედაც მოუწოდებთ, რომ ასეთი მანიაკალური მისწრაფეების პოლიციელებისგან უნდა განთავისუფლდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჩვენ გვექნება უმკაცრესი მონიტორინგი დაწესებული ამ საქმესთან.